ბოლომდე რომ მივაჭიროთ. ვაუ, ძალიან სწრაფია. ვაუ. გვაქვს 4-ვე წამყვანი, რომელიც არ არის რაღაც ბანძი 4-ვე წამყვანი. ეს არის 2013 წლის Mercedes GL 4 და 450. გვაქვს 4.7 ლიტრის მოცულობის ორტურბინიანი ძრავი. ვიზუალს შეგიძლიათ თქვენთანაც შეხედოთ. გამოიყურება, რა ვიცი, ძალიან კარგად. და მოდი ახლა ვნახოთ შიგნიდან როგორია. გვაქვს საკმაოდ დიდი ფართი. 7 ადგილიანია, როგორც გითხარით. რა ვიცი, აი თავისთვის ეს ადგილი ყველანაირად არის, საკმაოდ მაღლა ვარ, კომფორტულად, ძალიან მაგარი სალონი არის. ტყავი, საკმაოდ სპორტული სავარძლები, ძალიან კარგია. ეხლა კი მოდი ვნახოთ როგორ დადის. გამარჯობა მეგობრებო, ჩვენ გვყავს 2013 წლის GL 450 და ეს არის ჩემი პირველი 8 ცილინდრიანი მანქანა, რომელსაც ვტესტავ და ეს არ არის მხოლოდ 8 ცილინდრიანი, არამედ ჩვენ გვაქვს 2 ტურბინა და 4.7 ლიტრის მოცულობის ძრავი, 330 ცხენის ძალა დაახლოებით 50 ამას დავწერ და 500 ნიუტონ მეტრზე უფრო მეტი, ანუ ცხენის ძალები გვაქვს ბევრი და გვაქვს რასაკვირველია 4-ვე წამყვანი. რა ვიცი, საჭი არის საკმაოდ მსუბუქი, რაც ძალიან მომწონს. მუხრუჭები ნორმალურია. კი, ნამდვილად სწრაფია, 100 კმ/სთ დაახლოებით 6.5 წამში, რაც არის ძალიან კარგი დრო ამ ხელა მანქანისათვის. ეს არის 2 ტონაზე უფრო მეტი, კერძოდ 2400-2500 კილოგრამი. რასაკვირველია, ეს არის 7 ადგილიანი, ამიტომაც თქვენ თუ გინდათ ძალიან სწრაფი ჯიპი, რომელიც იქნება, რა ვიცი, ძალიან ტევადი, მაშინ ეს არის იდეალური ვარიანტი. გვისწრებს არასწორად. ხმა აქვს, კარგი იგრძნობა 8 ცილინდრიანის ხმა, მაგრამ შემაწუხებელი საერთოდ არ არის, რაც ძალიან მომწონს. მანქანის წონა ნამდვილად იგრძნობა, მაგრამ ესეც არ არის შემაწუხებელი და ასე ვთქვათ, თვითონ მოხვევაც და მანევრიც ამ ხელა მანქანისათვის არის ძალიან კარგი. და ეს არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ GL-ი საერთოდ თავის კლასში ერთ-ერთი საუკეთესო არის, როგორც მინიმუმ. ბოლომდე რომ მივაჭიროთ. ვაუ, ძალიან სწრაფია ამ ხელა მანქანისათვის და რაც ძალიან მომწონს, თვითონ გააცემთა კოლოფიც არ არის მკვდარი. ვნახოთ თვითონ სიჩქარეები. ხო, შეგვიძლია სიჩქარეები საჭიდანაც გადავრთოთ, მაგრამ საკმაოდ ნელია. აბა, ვთქვათ, მესამე შევმივაჭიროთ. ხო, ტურბინების, ანუ ტურბოლაგი ცოტა, რა ვიცი, ეტყობა. ანუ რაღაც პერიოდი სჭირდება, რომ თვითონ მანქანა გაცოცხლდეს და მე უკვე, აი რასაც ქვია, მიფრინავს ამ ხელა მანქანისათვის ნამდვილად ძალიან სწრაფია. სიგნალის კარგია. ვაუ, თან ძალიან მაღლავზე ვარ, ანუ ეს თვითონ არეალი ხედვის ძალიან კარგი მაქვს. ყველა მანქანა რაღაც აი პატარა მწერებს გავს აქედან რომ უყურებ და ეს რასაკვირველია, თვითონ თავდაჯერებას მატებს. ხო, ეს მანქანა არის, რა ვიცი, ამ ჩანელზე ერთ-ერთი უსწრაფესი, ამავდროულად უძვირფასესი და ძალიან მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ამის გატესტვის. ვაუ. ძალიან, ეხლა მივხვდი, რომ სპიდომეტრი თურმე მილებში ყოფილა. მე კიდე კილომეტრებში მეგონა. ანუ ეს, რა ვიცი, სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს და მინუსია იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება გეგონოთ, რომ მიდიხართ 40 კმ/სთ და ამ დროს მიდიოდეთ 70 ან 80 კმ/სთ. ნამდვილად სწრაფი მანქანა არის, რა ვიცი, და ეს თორკიც იგრძნობა. ჩვენ გვაყავს დატესტილი სხვა Mercedes-ი, რომელსაც ჰქონდა ასევე 500 ნიუტონ-მეტრი თორკი, ამას უფრო მეტი აქვს, მაგრამ მის შედარებით უფრო ნაკლებს იწონიდა და რა ვიცი, ძალიან კარგად იგრძნობა, ასე ვთქვათ, ეს თორკი ამ მანქანაშიც. მომწონს ეს სიჩქარეების გადართვა თვითონ აი ამ
ღილაკებით, ასე ვთქვათ, საჭის უკან. ნუ ძალიან პატარა ღილაკებია და თან საკმაოდ იაფასიანი შეგრძნება აქვს, ანუ რკინის არ არის უკეთესი შეიძლება ვთქვათ დაეყენებინათ, მაგალითად ცოტა უფრო ფართე და დიდი და ასე ვთქვათ უფრო სპორტულ შეგრძნებას მოგცემდა, მაგრამ ესეც საკაიფოა, არანაირი მინუსი არ არის ეს. ძალიან კომფორტული არის. ჰარის ბალიშებზე არის თუ არის ეს არ ვიცით, მაგრამ ჩემი აზრით არ არის, მაგრამ კომფორტი მაინც ძალიან მაღალი დონის არის, რა ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული მანქანა არის, რაშიც ვშტარ ვარ საერთოდ და მით უმეტეს მიტარებია. არა, მომწონს ეს ღილაკებით გადართვა. რასაკვირველია, ეს არ არის dual clutch, ანუ ორკონუსიანი გაცემთა კოლოფი, მაგრამ მაინც კარგია. ნუ რასაკვირველია, უსაფრთხოებაში ამ მანქანას აქვს მაქსიმალური ქულები, ანუ ძალიან უსაფრთხო მანქანა არის და თქვენთვის თუ თქვათ უსაფრთხოება პრიორიტეტულია, ნამდვილად კარგი არჩევანი იქნებოდა ეს. ნუ ვიზუალიზე უკვე ვისაუბრე, მაგრამ კიდევ ვიტყვი, რომ კარგი ვიზუალი აქვს საკმაოდ თვითონ ამ ხელა მანქანისათვის, საერთოდ როდესაც მანქანები ასე ვთქვათ ზომაში იზრდებიან, ხშირად კარგავენ ხოლმე თვითონ ვიზუალ, ანუ დიზაინის მხრივ სასურველობას, მაგრამ ამ შემთხვევაში შენარჩუნებული აქვს, თანამედროვედ გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე სიმართლე გითხრათ, 7 წელი გავიდა, თქვენ წარმოიდგინეთ 2013 წლის მანქანა არის ეს. ეგ დავტრიალდებით. გვაქვს 4-ვე წამყვანი, რომელიც არ არის რაღაც ბანძი 4-ვე წამყვანი. ანუ სიჩქარე თქვენ თუ არ გადართეთ, მანქანა გადართავს თავისი, თქვენს მაგერად, როდესაც ბოლომდე მიაჭერთ, უგრძნობ, რომ მანქანა ცოტა ცხვირს წევს და უკან ასე ვთქვათ ტრაქს დაბლაწევს, რაც თავისი მუღამი აქვს, სიმართლე გითხრათ, რასაკვირველია, ეს არ არის სასურველი და ეს ბალანსი ასე ვთქვათ მაგდროს მანქანის ცოტათი ირღვევა, მაგრამ ნუ ჯიპია, თან ძალიან დიდი ჯიპია, ამიტომაც ამისათვის არის ნორმალური. თვითონ სალონის იზოლაცია ხმის არის ძალიან კარგი, რა ვიცი, გარეთ ეხლა არის ძალიან დიდი ქარი, მაგრამ ჩვენ არ გვაწუხებს ეს. წინ ესეთ ლამაზი იაგუარს მივყვებით. ეხლა დაახლოებით მივდივართ 100 კმ/სთ და ძალიან კომფორტულია და მიუხედავად თვითონ მანქანის ზომისა, მაინც არ არის დიდად რთულად სამართავი. რაც არის დიდი პლუს ჩემი აზრით. გვაქვს ასევე სალონში, ანუ კომფორტის, რა ვიცი, თითქმის ყველანაირი საშუალება, ანუ კომფორტისათვის გვაქვს ტყავის სავარძლები, რომლებიც თბება. ნუ არ გვაქვს ისეთი რაღაცები, როგორც ეს მაგალითად საჭის გათბობა და ამავდროულად, მაგრამ ნუ ეს თვითონ კომპლექტაციის თემაა და შეიძლება ვთქვათ სხვა ჯილს გქონდეს, ეს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შესაძლებელი არის. სიჩქარეს ეს უბრალოდ ფაქტია და რა ვიცი, ძალიან მომეწონა ეს მანქანა. მიუხედავად იმისა, მე როგორც თავიდან ვთქვი, რომ მე არ ვარ საერთოდ დიდად ჯიპების მოყვარული, მე უბრალოდ განცვიფრებული ვარ, რომ ამ ხელა მანქანა შეუძლია ასე სწრაფად იაროს, ამავდროულად ამ ხელა ასეთი მაღალი კლასის კომფორტი შემოგთავაზოს, ნუ ნამდვილად არის ძალიან მაგარი მანქანა და ეთყობა, რომ გერმანელებმა მართლაც რომ კარგად გააკეთეს და ააწყვეს ეს მანქანა, ანუ თვითონ გერმანული ინჟინერიის ასე ვთქვათ მაღალი კლასი იგრძნობა ამ მანქანაში ძალიან კარგად. უკვე შეგვიძლია ასე ვთქვათ, უკვე შეგვიძლია მარცხნივ გადავიდეთ და თვითონ შევაჯამოთ ეს მანქანა. ნუ როგორც ხედავთ, არის ძალიან სწრაფი ამ ხელა მანქანისათვის, დაახლოებით ისე სწრაფი არის, როგორცაც ველოდი და მართლაც რომ ერთ-ერთი უსწრაფესი მანქანა არის, რაც მე მიტარებია და ძალიან სახალისოა. კი შეიძლება იფიქროთ, რომ აი დიდი მანქანა არის და მაინც როგორ უნდა გაერთოთ, მაგრამ მე რა, მაინც შეგიძლიათ გაერთოთ, იმიტომ რომ 4.7 ლიტრის მოცულობის ორ ტურბინიანი ძრავი ამის საშუალებას ნამდვილად მოგცემთ. ამავდროულად შეგიძლიათ ოფროუდზე წახვიდეთ, თუ თქვენ ამის სურვილი გექნებათ და რა ვიცი.
ნებისმიერ მომენტში გაერთოთ და ასევე ძალიან მაღალი დონის პრაქტიკულობა შეინარჩუნოთ. ეს იყო მეგობრებო დღეისათვის სულ. იმედია მოგეწონათ და თუ ეს ასე აქვს, თხოვთ გამოიწეროთ არხი და ავამაგრეთ.